მოგესალმებით, დღეს დავხატავთ ესე გაზაფხულის ხეს ძალიან მარტივად. იყო თხოვნა, რომ ვისაც არ გაქვთ ესეთი ფუნჯი, იმათთვის ავხსნა ხე როგორ დახატონ ჩვეულებრივი ფუნჯით და დღეს ვინაიდან მოდის გაზაფხული, ბევრი ბავშვის თხოვნა იყო დამეხატა გაზაფხული, დღეს გასწავლით როგორ დახატოთ ხე, აი ჩვეულებრივად ესეთი ფუნჯით. ეხლა ეს არის ესეთი წაკვეთილი, მაგრამ იგივენაირად შეგიძლიათ დახატოთ სწორთავიანი ფუნჯითაც. ნუ ფონს დავხატავ ისე როგორც წინა გაკვეთილზე უკვე აგიხსენით, აი ესე ძალიან მარტივად. ესე. აი უბრალოდ გააფერადოთ შეგიძლიათ. ესე. ცოტა მწვანე ტონებით შეგიძლიათ, აი ქვემოთ შეურიოთ. ეს ძალიან მარტივად. დავამატებ თეთრს. საზე მექნება ესეთი ლურჯი მწვანე ტონებში და ქვემოთ თეთრი. ესე. და ეხლა დავხატავ ხის ტანს, აი ძალიან მარტივად, ესე ჩვეულებრივად. ესე. ესე ტოტებსაც დავხატავთ. და პირველ რიგში აიღებთ ჩინდისფერს და აი ესეთი ფუნჯის დარტყმებით, აი ესე. დავუსმევთ ამ ჩინდისფერებს, ესე. ესე, ისე რომ ცის ადგილებიც დარჩეს და სულ არ შეავსებთ. აი ცოტა შევიტანთ მუქტონებსაც, აი ქვემოდან, აი იასამისფერი მუქი, ეს ქვედა ნაწილებში შევიტან ესეთ მუქტონებს. ესე. წინა პლანზე, აი უკან ცოტა შევიტან ესეთ ღია მწვანეებს. შეგულიათ ტოტები ჩავამატოთ. ესე. და აი ღია ვარდისფერ ტონებს შევიტანთ უკვე აი აქ ესე. აი ესე. შევიტანთ უფრო ღია ტონებს. ცოტა ქვემოთაც ესე მოვაბნევთ. ესე. ესეც ესეთი ძალიან მარტივად დასახატი გაზაფხულის ხე.